საქართველოს ტერიტორიაზე 4 სექტემბერს შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს ქარის გაძლიერებას. მოსალოდნე სტიქიასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადებები გაკეთდა გარემოს დაცვის სამინისტროში. Იგი ხვალ საღამოდან საქართველოში გავრცელდება ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და გრილი ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც გამოიწვევენ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმას და დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერიც იყოს ეს წვიმა. გაძლიერდება ქარი, ზოგან სეტყვაც არის შესაძლებელი, მდინარეებზე მნიშვნელოვნად მოიმატებს წყლის დონე და ზოგიერთ მდინარეზე შესაძლებელია ძლიერი წყალმოვარდნაც და გააქტიურდება ღვარცობ საშიში და მეწყერ საშიში უბნები. ამინდის პროგნოზის ცვლილებასა და მასთან დაკავშირებულ საჭირო ზომების მიღებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ეკოსთან საუბრობს. ბესიკ ბლიაძის განმარტებით აღნიშნული საკითხი მისთვის ცნობილია. ამბობს, რომ ამ ეტაპზე შესაბამის სამსახურებთან გამგეობამ თათბირი ჩაატარა და მოსალოდნე სტიქიას მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ციკლონი უახლოვდება საქართველოს ტერიტორიებს და მდგომარეობა შეიძლება ვთქვათ რაღაც ნაწილობრივ იყოს დაძაბული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ თათბირი შესაბამის სამსახურებთან, სახანძროს და სამაშველო სამსახურთან, ჯანდაცვის ხელმძღვანელობასაც ვესაუბრეთ და სრული მობილიზაცია გამოცხადებული და სრულ მზადყოფნაში არიან ყოველივე შესაძლებლობა, რომ გამოირიცხოს, რაც შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მომდევნო 2 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23-25 გრადუსამდე შენარჩუნდება. დასავლეთში კი ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბება. როგორც სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი აცხადებს, 4 და 5 სექტემბერს რეგიონს ძლიერი სტიქია არ ემუქრება. თუმცა ლევან კაპანაძის თქმით, ღრუბლიანი ამინდი წვიმა ელჭექით 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. შესაძლებელია სეტყვაც. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება სამცხე-ჯავახეთში უშუალოდ ესე იყო. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მართულობის ქარი 8-13 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა მთაში ღამით 7-12, დადებითი რა თქმა უნდა, დღისით 23-28 გრადუსი, მაგრამ მთაში ღამით 3-8, დღისით 16-21, საკმაოდ დაბლა ჩამოდის, როგორც ხედავთ, 3 გრადუსი ჩამოდის მაგრამ მთაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ყველა მუნიციპალიტეტი გააფრთხილა მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები. მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია და უამინდობას მომზადებულნი შეხვდნენ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები საჭიროების შემთხვევაში ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. მოსალოდნელ ბუნებრივ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გამოცხადებულია მზადყოფნა. თავდაცვის უწყება საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს. საგანგებო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფება.